თევზჭერას ახალი რეგულაციები აქვს სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისთვის დაშვებული ბადე იარაღების ჩამონათვალიდან ამოღებული ეგრეთ წოდებული ეკრანი. აღნიშნული ცვლილება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის შესახებ რეგლამენტში შევიდა. გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით ეგრეთ წოდებული ეკრანი თევზჭერას საფრთხეს წარმოადგენს წყლის ცოცხალი ორგანიზმებისთვის. აღნიშნული რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე. განმეორების შემთხვევაში სანქცია 200-დან 400 ლარამდე იქნება. ამავდროულად გაიზარდა სამოყვარულო თევზჭერისთვის სასროლი ბადის პერიმეტრი. ძალიან ხშირად ეკრანით, ეგრეთ წოდებული ეკრანით თევზაობისას წყდება ზუა, რომელზეც ეკრანია თვითონ დამაგრებული და სიმძიმის გამო იძირება წყალში. ეს ფაქტი თევზებისა და წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის არის ძალიან ცუდი, რადგან ფსკერზე დაგროვილ ეკრანში ამ ბადეებში იჭედებიან თევზები და იხოცებიან.